მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ ახალ ტოპიკს, რომელიც არის data ტიპის ახალი ვარიანტი, ეს არის array და dictionary. დასაწყისისთვის შეგვიძლია შევქმნათ ახალი სკრიპტი, რომელიც იქნება editor სკრიპტი. შეგვიძლია ახალი შევქმნათ, სახელი შეგიძლიათ ნებისმიერი დავარქვათ და შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მუშაობა. კარგი, პირველ რიგში რა დანიშნულება შეიძლება გქონდეს array-ის და რა არის ეს? ჩვეულებრივ შემთხვევაში ჩვენ გვქმნით ხოლმე მაგალითად რაღაც გარკვეულ ცვლას, მაგალითად age შევქმნით და არის რაღაც გარკვეული. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც გვინდა რომ ერთ კონკრეტულ რამეში იყოს რამდენიმე რაღაცა გაერთიანებული. მაგალითად გვაქვს კატეგორია. მაგალითად გვაქვს კატეგორია, რომელიც არის fruits. ჩვენ შეგვიძლია გქონდეს რაღაცა ერთი fruit, რომელიც იქნება string-ი. და ეს შეიძლება იყოს მაგალითად apple. მაგალითად, მაგრამ მაშინ, როდესაც გვაქვს რაღაც კატეგორია ხილისა, ანუ მრავლობითში, როდესაც არის fruits, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გქონდეს array. ეს array შეიძლება იყოს რამდენიმე. მოდი ჩამოვწეროთ apple მაგალითად. შემდეგ იყოს orange. შემდეგ იყოს banana და თუ მინდა რომ ეს array იყოს, ამისათვის დამჭირდება აი ასეთი ფრჩხილები, რომ შევმოსო ეს ყველაფერი. და საბოლოო ჯამში მაქვს რაღაც გარკვეული data ტიპი, რომელშიც შენახული მაქვს არა ერთი, არამედ რამდენიმე რაღაც გარკვეული, ამ შემთხვევაში ხილი, ხო? აქ შემიძლია ეგეთი რაღაცა გავაკეთო, რომ ჩავწერო, რომ ესენი არის string-ი. ეხლა ამ შემთხვევაში ეს სხვათა შორის საკმაოდ ახალია, თუმცა კარგი არის თუ გამოიყენებთ, იმიტომ რომ ცალკე მაქვს დაკონკრეტებული, რომ array-ია ეს და ამ array-ში რა ტიპის ელემენტები შედიან შიგნით. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც გარკვეული ლიმიტაცია მაქვს, შემიძლია შევქმნათ მაგალითად რაღაც გარკვეული objects, რომელიც იქნება ასევე array, ან objects არ იყოს, მოდი იყოს რაღაც stuff. stuff ანუ რა ნებისმიერ რაღაც. ამაში შეიძლება იყოს მაგალითად name, მაგალითად შეიძლება იყოს რაღაცა age, მაგალითად შეიძლება იყოს რაღაცა 25, ასევე შეიძლება აი თვითონ ეს სულადიც იყოს. ამაზე არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. შემიძლია საერთოდ აქ კიდე array-ც იყოს, აი მაგალითად შიგნით რო კიდევ ერთი array ჩავწერო. მაგალითად ეს იყოს აი თუნდაც აი ეს array. ამაზე არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს შემიძლია როგორც მინდა ისე გავზარდო. კარგი, ხო, თავარი როგორც თქვით არის ეს, რომ რაღაც გარკვეული დაჯგუფება შეიძლება დაჯგუფებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. აი მაგალითად, როდესაც რაღაცა inventory სისტემა მაქვს, აი ამისთვის ძალიან კარგი არის. ეხლა როგორ შეიძლება ამ array-ზე მოქმედებები გავაკეთოთ? აი მაგალითად, მოდი პირველ რიგში ამოვაპრინტერებ ამ array-ს. მოდი აი ამას გამოვიყენებ, რომელიც შედარებით ნაკლებად კომპლექსურია და უფრო კარგად დაგვანახებს რა ხდება აქ. მოდი გავუშვებ ამ ჩემს იმას და აი ამომბეჭდავს მართლა აი ეგეთ რაღაცას. მე თუ მინდა რომ რაღაცა კონკრეტული ამობეჭდო, აი მაგალითად მინდა რომ apple ამობეჭდო, ეს ხო პირველ ადგილზეა, მაგრამ აქ თულა იწყება არა 1-დან, არამედ 0-დან. მოდი დავბეჭდოთ, ან მოდი შევქმნათ სვლადი first item. ეგეთ რაღაც გავაკეთებ, რომელიც ტოლი იქნება fruits ამ array-ის პირველ ადგილზე, როგორც თქვი, არის 0 და აი ამას შევინახავ. და მოდი აბა ამოვაპრინტეროთ ეს ჩვენი first item-ი და ვნახოთ თუ დაგვიბეჭდავს ნამდვილად ამ ჩვენს apples. და აი მართლა დაგვიბეჭდა ამ შემთხვევაში apple. თუ მინდა რომ აი მაგალითად ბანანი გავაკეთო, ეს იქნება 0 1 2. ანუ 2 იქნება და ბანანა დაგვიბეჭდა ნამდვილად. თქვათ უკვე არსებული array გვაქვს რაღაცა. მოდი ახლა ამას გავასუფთავებ. რაღაც გარკვეული array მაქვს და მინდა რომ აქ რაღაცა დავამატო. მაგალითად ახალი რაღაც ხილი არის, რომელიც აი მაგალითად გვაქვს გაკეთებული თუნდაც რაღაც გაყიდვების სისტემა და ამ გაყიდვების სისტემაში დაემატა ახალი ხილი. არ აქვს შობა, შემიძლია ეგეთ რაღაც გავაკეთო. დავწერო იმ array-ის სახელი, სადაც მინდა რაღაცის დამატება და append დავწერო. append ზოგადად ყოველთვის გამოიყენება, როდესაც რაღაცის დამატება მინდა, დამატებას ნიშნავს მოკლედ append. და ეგეთი შეიძლება იყოს მაგალითად coconut.
და ეს დაამატებს ახლა ამას ბოლოში. მოდი ამოვაპრინტერებ ამ arrays, fruits, გავუშვებ და აი ნახეთ თავიდან ეს array რო დამიბეჭდა, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ეს დაბეჭდა, მაგრამ იმის მერე რაც ეს დაემატა, მაგის შემდეგ ეს დაბეჭდა. ასე რომ გვაქვს უკვე მეოთხე აიტემი, რომელიც ინდექსით მესამეა და ეგ შეიტანა. თუ ჩვენ მაგალითად გვინდა რომ რამე კონკრეტული წავშალოთ. აი მაგალითად მე აღარ მინდა რომ ეს apple იყოს აი ამ ადგილზე. მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთოთ. fruits იმ array-ის სახელს დავწეროთ, სადაც მინდა რომ რაღაც წავშალო. arrays არსებობს და ჩავწეროთ apple. მოდი ახლა ამ arrays თავიდან ამოვეჭდავ, გავასუფთავებ და ვნახოთ აბა orange, banana, coconut. apple აღარ არსებობს. მაგრამ თქვათ მაგალითად ახლა არ ვიცი ახლა ეს string-ის დაწერა არ მინდა, ხო? მაგალითად მე მინდა რომ აი პირველ ადგილზე რომელიც არის, აი ეგ გავაკეთო. ну ახლა ამ შემთხვევაში ეს რადგანაც წაიშალა, აი ამას წაშლის. მაგრამ მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთოთ. fruits remove at. აი ეგეც არსებობს და აქ შეგვიძლია ინდექსი მივუთითოთ მაგალითად, აი 0 ადგილზე, პირველ ადგილზე რომელიც არის, აი ეგ წაშალოს და მაგის მერე კიდე ამოვეჭდოთ. ეხლა ამ შემთხვევაში რომელიც წაიშლება და ეს orange წაიშლება, იმიტომ რომ apple უკვე წაიშალა და მერე orange წაიშალა, ხო? მოდი შევამოწმოთ აბა. და orange აღარ არის, აღარც apple არ არის, banana და coconut დარჩა მხოლოდ და მხოლოდ. ძირითადი გამოყენება ეს არის, თუმცა ერთ-ერთი კარგი რამე, რაც საკმაოდ ძირითადად arrays-თან გვხვდება, არის რაღაც გარკვეული ლუპების გაკეთება, ხო? ხო, მაგრამ სანამ ლუპებზე გადავალთ, კიდე ერთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. აი მაგალითად მე მინდა რომ ეხლა ხო ვიცით რომ 0 ადგილზე ამ წამს არის orange. მოდი ეგ orange შევცვალოთ, აბა სხვა რამით. მაგალითად fruits 0 ადგილზე რომელიც არის, ანუ პირველ ადგილზე რომელიც არის, ეგ ტოლი იყოს, აი მაგალითად change-ს დავწერ, რომ მივხვდეთ რომ აი ეგ შეიცვალა ნამდვილად. მოდი გავაკეთებ ამას, შევცვლი და აი ნამდვილად ის orange შეიცვალა changed. ამითაც შეგვიძლია რაღაც გარკვეული манипуляცია მოვახდინოთ ამაზე. ერთ-ერთი რამე რაც არის როგორც წეგან ვახსენებ for loop. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს აი ეს რაღაცა გარკვეული array, ხო, რომელიც ამ შემთხვევაში მეგონი მარტო banana შეიცავს. მაგრამ მოდი ეს მეორე array რო გვაქვს, აი ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ. მოდი გამოვიყენოთ for loop-ი. for loop-ი ეგეთ რაღაცას აკეთებს, რომ ნებისმიერ რაღაცა array-ის თითოეულ ელემენტზე შემიძლია რაღაც გარკვეული მოქმედება გავაკეთო. ეხლა აი ყველაფერი როგორ ხდება? for ეხლა გვჭირდება რაღაც სვლადი. აქ გვაქვს stuff, ხო? მოდი ეს იყოს object in array-ის სახელი. მინდა რის გაკეთება. მოდი ამოვაპრინტეროთ თითოეული object-ი. ანუ რაღაც გარკვეული ცვლადი შემოვიტანე და ვეუბნები რომ ეს ამ ცვლადის სახელი მიანიჭეს stuff-ში არსებულ თითოეულ ელემენტს, ესეც ელემენტი არის ერთი. და ამობეჭდა ეგენი. მოდი შევამოწმოთ ამ ყველაფერს და აი მართლა ცალ-ცალკე დამიბეჭდა ეგ ყველაფერი. ნახეთ? ყველა დაბეჭდა ცალ-ცალკე. შემიძლია აქ ეგეთი რაღაცას გავაკეთოთ, რომ მაგალითად ეგეთი რაღაც გავაკეთო. This is part of the array. რა ვიცი, ეგეთი რაღაცაც შეგვიძლია გავაკეთოთ და რა ვიცი, აი აქ ასე უფრო უკეთესად დავინახოთ, რომ ყველა რაღაცა შემავალი ელემენტი არის ამ ყველაფერზე. ასევე ერთ-ერთი გამოყენება რაც არის, აი მაგალითად ჩვენ გვჭირდება აი inventory-ის შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა. თუ მაგალითად აი ეს name-ი არსებობს ამ stuff-ში, ამ array-ში, რაღაც გაკეთება მინდა. if აი ეს name in ამ stuff-ში მაგ შემთხვევაში მინდა რომ დავბეჭდო, რომ ეს name is part of the array. მოდი ხა სწავლში და აი ბოლოში დამიბეჭდა ნამდვილად ეს. აი მაგალითად else-ი რო გავუკეთებინა ეს
დავწეროთ, რომ print name is not there. ან რა ვიცი, object is not there. Object is not there. აი ამ name-ის მაგივრად რაღაცა რო დაგვეწერა, ნებისმიერი რაღაცა. აი ამას დაგვიწერა და საბოლოო ჯამში. კარგი, array-ის სულ ეს არის ჯერჯერობით. მოდი გადავიდეთ ახლა უკვე უფრო შედარებით კომპლექსურზე, რომელიც არის dictionary. ახლა dictionary რა არის? dictionary ამის როგორც ვთქვი კომპლექსური სახე არის. dictionary-ის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ინგლისურად ქვია ამას key value pairs. ანუ აქ ხო გვაქვს აი ასეთი რაღაცა მოცემული. აი dictionary შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ. მოდი ახლა ამ ყველაფერს წავშლით ცოტა ხანი, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთულია და მირჩევნია რომ თავიდან დავიწყო. მაგალითად dictionary-ისთვის შეგვიძლია შევქმნათ ეგეთი რაღაცა. მაგალითად იყოს ცვლადი, სადაც გვექნება იარაღები. მოდი ეს იყოს weapons, რომელიც ყველა level-ზე, ეს არის dictionary, როგორც ვიცით, ყველა level-ზე რაღაცა განსხვავებული ხელსაწყო იარაღი მინდა რომ მქონდეს. dictionary რო გავხსნათ, ეხლა იმაზე რომ array-ზე ხო ასეთ რაღაცას ვიყენებდი, dictionary-ისთვის აი ასეთი ფიგურული მსხილი გჭირდება. და როგორც ვთქვით, key value pairs ეგ ნიშნავს იმას, რომ რაღაც გარკვეული დანომრვა აქვს და ამ დანომრის მიხედვით მარტივად შეგვიძლია რომ გამოვიძახოთ და გამოვიყენოთ ეს ჩვენი რაღაცა შენახული data, ხო? მოდი ეს იყოს ერთი. პირველ level-ზე მაგალითად მქონდეს wooden sword. მეორე level-ზე აქ მძიმე აუცილებელია. მეორე level-ზე მინდა რომ მქონდეს რაღაცა iron sword. მესამე level-ზე მინდა მქონდეს gold sword. ეს კი უფრო უარესია, რა შევს. მეოთხეზე შეიძლება მქონდეს რაღაცა diamond sword. და ასე შემდეგ, შემიძლია ეს ყველაფერი გამოგწევ. მოდი პირველი დავიწყოთ ამ ჩვენი რაღაცა weapon-ის ამობეჭდით. ჯერ client weapon ამობეჭდოთ. სხვათა შორის აქაც შემიძლია მივუთითო ტიპი ცალკე. ეხლა ტიპის მითითება როგორ არის? პირველი ვუთითებთ აი ეს რა ტიპის არის, მეორე ვუთითებთ აი ეს რა ტიპის არის. ამ შემთხვევაში ეს ხო არის integer. მეორე არის string. და აი ასე შემიძლია მივუთითო. ეხლა აქ რომ იმეთოდებინა მაგალითად float ეს errors მომწევს. ან string-ი რომ მივუთითო, string-ზე უფრო მარტივად ისოს მე მგონი, აი, ეგრევე მომცა error. და დავტოვებ ამას integer-ზე როგორც მქონდა. მოდი ახლა weapons. მოდი ახლა ამას წავშლი მთლიანად, გავუშვებ ამას, აი ნამდვილად დამიბეჭ და ასე. მაგრამ ჩვენ ხო როგორც ვიცით, ძირითადად გვჭირდება ხოლმე რომ ერთი კონკრეტული რაღაცა ამოვაპრინტეროთ, ხო? print მაგალითად, აი მოდი ჯერ ცვლადში შევინახავ. var first item. ეს იქნება the weapons. და აქაც იგივენაირად შემიძლია მივუთითო გავხსნა ფრჩხილები, აი ასეთი ფრჩხილები შემიძლია გავხსნა და მივუთითო რომელ ადგილზე მინდა რომ აი მაგალითად null-ზე იყოს და მოდი ეს first item-ი გამოსახოთ. ბოდიში. თქვი რომ key value pairs არის, რა თქმა უნდა, აი ამით უნდა გამოსახოთ და wooden sword-ი გამოისახება ამით. ეხლა ამის მაგივრად, აქ აუცილებელი არ არის მაგალითად ეს მქონდეს. ამის მაგივრად შეიძლება მქონდეს, მოდი ეხლა ცოტა ხანი ამას წავშლი. იმიტომ რომ errors მომცემს, იმიტომ რომ ეხლა აქ თუ ჩავწერ მაგალითად რაღაც სხვას first item, აი ამას თუ ჩავწერ, აი აქ errors მომცემს, იმიტომ რომ ეს მიწერია. მოდი ამას ცოტა ხანი წავშლი ახლა. ამის მაგივრად შემიძლია რომ პირდაპირ ეს ჩავწერო. ეს ჩავწერო და აქაც იგივე შედეგს მომცემს საბოლოო ჯამში, ნახეთ? აი wooden sword. ანუ ამ რაღაცით, ანუ ეს არის რაღაცა გასაღები და ეს გასაღებით, ამ გასაღებით შემიძლია გავხსნა WIPO ეს კონკრეტული რაღაც გარკვეულ სივრცეში. იგივენაირად შემიძლია მქონდეს აი აქაც და ასე შემდეგ. ეხლა კარგი რატო არის ეს ყველაფერი? მაგალითად, ეხლა ჩვენ array-ით შეგვიძლია გამოგვეყენებინა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ
erase-ზე როგორ ხდება? erase-ზე გვაქვს, აი მაგალითად var weapons array. ეს არის array. აი ეგეთ რაღაცა რო გავუკეთებინა, აქ შეგვეძლო რა აი ასეთ რაღაცა გაგვეხსნა და აქაც შეგვეძლო გავუკეთებინა, რომ აი მაგალითად პირველ level-ზე კიდე ერთი array გავუკეთებინა, პირველ level-ზე რაღაცა გავუკეთებინა ეს რაღაც first item-ი, ხო? რაღაცა first item არის რაღაცა wooden sword, ხო? აი ეგეთი რაღაც შეგვეძლო გავუკეთებინა, მერე მეორეზე რაღაცა გავუკეთებინა, მაგრამ ეს მაინც ლამაზად დარჩენს. ანუ დამატებითი ფრჩხილი არის. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რა იქნება? აი მაგალითად, ეს არ მინდა რომ მაგალითად მეორეზე იყოს. ეს მინდა მაგალითად რომ აი მეხუთედან იყოს, ეს მერე მეექვსედან იყოს და ეს მაგალითად მეათეზე იყოს. აი ამით ძალიან მარტივად შემიძლია და მე აქ რო ჩავწერ მაგალითად რომ აი მეექვსე მეათე level-ზე რო რაღაცა გვაქვს, ეს მეათე level-ზე გამოსახული diamond sword-ი მინდა რომ გამოვიყენო, აქ array-ში ეგრე მარტივად არ ხდება. ამის ინდექსი ხო 0 არის. თუ მინდა რომ აი მეათე level-ი მქონდეს, მე ხო უნდა დავწერო ჯერ ცარიელი ადგილი. ეს უკვე ერთზე არის. მერე მეორეზეა, მესამეზეა და ასე შემდეგ და აი 10-მდე რო ავალ მანამდე უნდა წერო ასეთი რაღაცები. სხვა მეორე შემთხვევაში dictionary რომელიც მაქვს, უბრალოდ შემიძლია რაღაც გასაღები მივანიჭო, რომელიც არის 10-იანი ამ შემთხვევაში და ეს იქნება სულ საკმარისი იმისათვის, რომ აი ამის 10-იანი და იმ ჩემი level-ის 10-იანი ერთმანეთთან ასოციაცია გქონდეს და გავიმარტივო მოკლედ საქმე. კარგი, მოდი ამ ყველაფერს ახლა წავშლი, array არაფერში არ მჭირდება. გადავალ შემდეგ ნაწილზე. როგორც array-ში მქონდა, აქაც იგივენაირად შემიძლია გავაკეთო. array-ში მქონდა in-ის გამოყენებით, აქ მაქვს has-ის გამოყენებით. ნახეთ, თუ მაგალითად, აი მეათე level-ი მაქვს. მეათე level-ი მაქვს. if weapons has მაგალითად 10. ამ შემთხვევაში მინდა რომ გამოვსახო რა? გამოვსახო, რა ვიცი, weapons გავხსნა ეს და აი მეათეზე რაც არის მაგალითად ეგეთი რაღაცა რო გავაკეთო. diamond sword-ი გამოსახე. მოდი ამას წავშლი. ან შეგვიძლია მოდი აქ დავამატოთ რაღაცა. Your new weapon is ეგ რაღაც. ძიმე დამოვიწყო. Your new weapon is diamond sword. აი აქაც იგივე რაღაც გამოვიყენეთ. ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ აქ has-ი გვაქვს, იქ გვაქვს in-ით შეგვიძლია რაღაც შემოწმება, აქ შეგვიძლია რომ ეს მეთოდი გამოვიყენო მაგისათვის. ეხლა როგორც array-ში, ასევე dictionary-შიც შეგვიძლია რომ რაღაცები ჩავამატოთ, რაღაცები ამოვაკლოთ, ხო? აქაც ჩვეულებრივად, ну ეხლა იქ კი ვიძახდი რომ in-ი გვაქვს და აქ has-ი გვაქვს და რაღაცა, მაგრამ უბრალოდ ეს მეთოდი არის, რომელიც ამას გააჩნია და ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც array-ში, ასევე აქაც შეგვიძლია ეს for loop-ი გამოვიყენოთ და შესაბამისად ის in-იც ჩვეულებრივად გამოვიყენოთ აქ. ასევე შეგვიძლია რომ რაღაცა კონკრეტული აი მაგალითად მე-6-ზე რომ gold sword-ი გვაქვს, ეგ შეგვიძლია შევცვალოთ რაღაცა. მაგალითად weapons წერტილი weapons მე-6 არის, ხო? მე-6 შემიძლია უდრიდეს რას? Gold sword has been changed. I'm changed. შემიძლია რომ ეს გამოვიყენო და შემდეგ ამოვაპრინტერო ეს ჩემი weapons 6. მოდიება, შევამოწმოთ gold sword has been changed. ანუ ამითაც შემიძლია გავაკეთო. აქაც გვაქვს ზუსტად აი იგივენაირად. მოდი აი აქ გავაკეთებ. weapons მე-6 რომ აქვს weapons ბოდიში erase და მე რამდენეზე არის ეს ყველაფერი, მაგალითად იყოს მე-5-ზე. მე-5-ზე რო არის, აი ეგ მაგას erase
და prints გავაკეთებ მთლიან ამ arrays. შევამოწმოთ და თუ შევამოწმოთ ის მეხუთე რომელიც არის, ეგ მეხუთე აღარ არსებობს. ანუ ეგ ნიშნავს, რომ რაღაც გარკვეული ცვლილება გააკეთა ამაზე. კარგი, შემდეგი ნაწილი, რაც უნდა განვიხილოთ, არის nesting-ი. კონკრეტულად, ზოგადად ხა და დიდ პროექტებში მაინც ეგეთი რაღაც შეიძლება შეგვხვდეს. მოდი ახალ arrays გავაკეთებ. ახალ dictionary-ს გავაკეთებ. მოდი ეს dictionary იყოს მაგალითად war category and people. მოდი people იყო. ესეც არის რაღაცა dictionary. სანდაც მინდა შევქმნა ხალხის რამდენიმე კატეგორია თავის ლეველები და რაღაცები. მოდი პირველი იყოს მაგალითად Godot-ი. რომელსაც ექნება თავისი რაღაც პატარა dictionary. ანუ dictionary გვაქვს dictionary-ში. მაგალითად age რატომაც არის იყოს age. Age იყოს როდის გამოვიდა Godot-ი? კაი დიდი ხანი გამოვიდა, მაგრამ 2013-ში არ ვიცი 20 წელს დავუწევ და იქნება სულ. Ability can create games. პირველი ეს არის. მეორე იყოს unit. ამასაც გავუკეთოთ ცალკე dictionary. Age. ეს ძალიან ძველია, მე მგონი 1993-ში გამოვიდა. Who knows? Ability. მოდი აქ იგივეს დავწერე, იმიტომ რომ ძალიან მეზარება სიმართლე რომ გითხრათ, ეგეთი რაღაცებს გაკეთებ. მოდი მესამეზე გავაკეთებ Unreal Engine. Age, who knows? Ability can create games. და აი ეგეთი რაღაცა ხო, people არ გამოვიდა. Game engines. Game engines გამოვიდა სამაგიეროდ. ეხლა მოდი გამოვსახოთ ეს ჩვენი, ნუ პრინტით ხვდებით რას აკეთებს, ხო მთლიანად აღარ გავაკეთებ ამას. ეხლა უბრალოდ გაჩვენებთ როგორ შეგვიძლია რომ აი აქედან მაგალითად აი ამას დავუკავშიროთ. აქაც იგივეა, ნახეთ. პრინტი რო გავაკეთოთ. აი მაგალითად მე მინდა რომ აი Godot-ის ეს ability რაც არის, აი ეგ გამოვსახო. ესე იგი, პირველი უნდა დავუკავშირდეთ თვითონ dictionary რომელიც არის აი მაგას. მერე dictionary-ში ერთ კონკრეტულ რაღაცას როგორ უკავშირდებთ? ხსნით ასეთ ფრჩხილებს და აი მაგის აი ეს რო არის, აი ამას უკავშირდებთ. ამის შემდეგ ნახეთ აი ამაში ვართ. ისევ ეგეთ ფრჩხილს ხსნით და აი რომელიც მინდა რომ დავუკავშირდე, აი მაგას უკავშირდები. მოდი ახლა შევამოწმოთ. Output-ი უნდა მივიღოთ ეს, ხო? Can create games. მოდი შევამოწმოთ და აი ნამდვილად დამიწერა can create games. რომ მინდოდეს მაგალითად, რომ აი ეს კონკრეტული შევცვალო. Unity-ის აი მაგალითად age შევცვალო. აქაც იგივეს გავაკეთებ. Game engine. ამას გავაკეთებ. გამოვიტან ამას. მერე age-ს გავაკეთებ. ტოლი იყოს 30 იყოს მოდი. სიტყვაზე. Prints გავაკეთებ და მოდი გამოვსახოთ ეს. და ვნახოთ თუ შეიცვალა. და 30-ია ნამდვილად. ანუ ამითაც შემიძლია ჩვეულებრივად რომ რაღაც გარკვეული ისინი გავაკეთო. ასევე ერთი handy trick არის აქ. რომ ეგეთ რაღაც შემიძლია გავაკეთო. Game engines და Unity. აი ამითაც შემიძლია გავაკეთო. ანუ წერტილითაც შემიძლია რომ გამოსახო ეგ ყველაფერი. იგივენაირად იქნება დანარჩენზეც. მაგალითად რომ აი ეს Godot-ი გავაკეთო და იმას აღარ გავაკეთებ. შემიძლია აქ კიდე დავსვა და age გამოსახო. age-ის მაგივრად მოდი გავაკეთებ ეს ability რო არის რომ ცოტა კარგად დავინახოთ რაღაცეები. სწორშლი
და I can create games. ეგეც დამიწერა. ანუ შემიძლია ორნაირად გავაკეთო. ერთი არის, რომ აი ეს ჭხილები გამოვიყენოთ, როგორც string-ი ეგრე გავაკეთო, მეორე არის, როგორც აი ეს წერტილის სახით გამოვიყენო ეს ყველაფერი. მოკლედ, მთავარი დანიშნულება dictionary-ის და array-ის ის არის, რომ რაღაც გარკვეული დაჯგუფება მოვახდინო და ეს განსაკუთრებით გამოსადეგი არის მაშინ, როდესაც დიდი ტიპის თამაშები გვაქვს, რაღაცა გარკვეული კატეგორიები გვჭირდება, რაღაც გარკვეული დაწყვეტილება გვჭირდება და ასე შემდეგ. იმედები მაქვს მოგეწონათ ვიდეო. ნუ შედარებით კომპლექსური არის ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც უკვე პრაქტიკაში გამოიყენებთ და რაღაცა საკმაოდ მარტივი არის. ესეც სულ ეს არის. გისურვებთ სასიამოვნო საღამოს.